მე რა თქმა უნდა ძალიან დიდი გულის ტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ნაციონალური მოძრაობა, ან სწორად მისი მამრავლებლად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი, ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. უბრალოდ ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ჩასული იყო ცოტა ხნის წინ სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ ამ სიისთვის ხარი. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცილიძის ფოტოებით და მუქარით, რომ ვიშიმშილეფო ევროპელებს ეუბნებოდა არ დაუჭიროთ საქართველოს მხარი. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა სამწუხაროდ იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს უშინესია უკან დაბრუნებოდა. რაც შეეხება საქმეს და არა ემოციებს, ჩვენ არ ვიცით, როგორ დავგეგმავთ მომავალ პროცედურაშერ, დაველოდებით გადაწყვეტილებას ოფიციალურს ევროსაბჭოსგან და იქნება ეს მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, იმის დამიხელით, როგორ მოიცლის მთავრობა, როგორ მოიცლით ჩვენ კომისიის წევრები, იმისთვის, რომ ახალი კონკურსი გამოვაცხადოთ, ესჯერ ჩვენ არ ვიცით. ალბათ წლის განმავლობაში შედგება ახალი სია.